ისეთ თემა, რაზეც თითოეულ ჩვენ გვანს გვისაუბრია, შეიძლება ჩავარდე განსაცდელში, დაგეუფლოს იმედგაცრუება, სერიოზული პრობლემების წინაშე თავი სუსტად იგრძნო. აი, მამაო ჩვენოში არის ძალიან საინტერესო ადგილია, ვიტყვი რომ არასწორად გვესმის, დანო შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელს, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ღმერთს კი არ უნდა ვთხოვდეთ, რომ გამოასწოროს სიტუაცია, არამედ ჩვენ გამოგვასწოროს. ჩვენ უფრო გავძლიერდეთ და ჩვენ უფრო სწორად დავინახოთ, რომ შენთან არის ღმერთი და უძლურია მის წინაშე ყველა შენში რაღაცა არასწორს რო განახებს, მას თუ მიიღებ, პირიქით ღვთისმეტყველი ხდები. როცა ღმერთს აღმოაჩენ, მეტი წინააღმდეგობა შეიძლება მოგინდეს. რომ ის ღმერთი კიდე აღმოაჩინო, იმიტომ რომ ის არის სიხარული. ღმერთის აღმოჩენაზე დიდი სიხარული არ არსებობს და შიმშვიდე. თუ შენ არ განივხვდე, ღმერთს ვერ შეიცნობ და თუ ღმერთი ვერ შეიცნობ, არ განივხვდე. შენ ის განსაცდელი აქედან რომ გდევნის, აქეთ ღმერთად ხდის. თქვენ არ მოდიხართ ჩემთან და ჩემთან მოსვლა ვისაც უნდა იმასაც ხელს უშინეთ. სიმართლეს არ ემსახურებით და რისთვის არის მაშინ? მდემთავრობა რისთვის არის მაშინ? დღევანდელ დღეს ძალიან გავს მაშინდელი ბევრი პარალელი გავლება. ძალიან ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. როცა სიტყვა გულიდან მოდისო, ის პირდაპირ გულში მიდის, რომ შინაგან კაცი გებულობს მას გამოცდილებით. გვიხარია, რომ კვლავ თქვენ გხვდებით დროების YouTube არხზე გადაცემათა ციკლში მამა დოროთეს ამბიონი. გადაცემათა ამ ციკლს უძღვება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რის გამოც განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ მას და მადლობა ჩვენს მაყურებლებს, რომლებიც გვიყურებენ, გულშემატკივრობენ, გვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს, შეკითხვებსაც მათ შორის. ჩვენ მათ შევპირდით, რომ შიგადაშიგ სპეციალურ გადაცემას მიუძღვნით ხოლმე ამ შეკითხვებზე პასუხებს და მეტიც, როდესაც ჩვენ ვარჩევთ თემას ერთობლივად, თუ რაზე უნდა ვისაუბროთ, ძირითადად მაინც ვეხმიანებით იმ მოლოდინებს, რომელიც აქვთ ადამიანებს, რომლებიც დროების YouTube არხზე უყურებენ გადაცემათა ამ ციკლს. შესაბამისად, ყველას მინდა გთხოვოთ, ვისაც ჯერ კიდევ შეიძლება არ გაქვთ შემთხვევით გამოწერილი დროების YouTube არხი, გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები, გაუზიარეთ თქვენს ახლობლებსა და მეგობრებს, ეს ჩვენ ყველა ძალიან დაგვეხმარება. რაც შეეხება დღევანდელი საუბრის თემას, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, მნიშვნელოვანი შეიძლება დავარქვათ დილემურიც, თუმცა გააჩნია ვისთვის როგორ და რა კუთხით და ისეთ თემა, რაზეც თითოეულ ჩვენ გვანს გვისაუბრია ერთში, გვისაუბრია სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს და რაც თავარია საკუთარ თავთან საუბრის დროსაც. ეს უკავშირდება განსაცდელს, უკავშირდება პრობლემებს, რომლებიც შეიძლება ერთმანეთის მიჯრით უცბად მოგეძალოს და ჩავარდე განსაცდელში, დაგეუფლოს იმედგაცრუება, სერიოზული პრობლემების წინაშე თავი სუსტად იგრძნო და ამ დროს ყოველთვის ვავ კითხვას, რატომ მეგატოვა ღმერთმა, რატომ გიგზავნის ამ განსაცდელს. რა თქმა უნდა, რთული ამ კითხვებზე პასუხის, ერთმნიშვნელოვანი პასუხის პოვნა, თუმცა დღევანდელ გადაცემაში შევეცდებით ამას ყველაფერს შევხედოთ სწორედ ქრისტიანობის თვალით და ამაზე საუბრისთვის უთმობ ტრიბუნას, ასე ვთქვათ, მიკროფონს მამა დოროთეს. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა მათ სმენისთვის, გაზიარებისთვის ჩვენი და ესეთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ერთმა მითხრა თქვენზე რა ბრძნულად შეურჩევიაო სახელიო ეს მამა დოროთეს ამბიონი და ესო ისტორიას დარჩებაო და ერთი ის გამახსენდა აი დღეს ჩვენ რო ვამბობთ აკადემიას და აკადემია ნიშნავს თავისთავად აკადემიური განათლება და ასე შემდეგ, ანუ უმაღლეს სასწავლებელს და ეგ სიტყვაც რაღაც ესეთი იმით არის მოფიქრებული. პირველი იყო პლატონის აკადემიას ეძახდნენ და პლატონს ჰქონდა ნაქირავები, ფართი, ეზო, სახლი. სადაც ასწავლიდა თავის მოსწავლეებს. ეს იყო აკადემია გვარი იყო იმ კაცის, ვისიც იყო ეს. ანუ იმ კაცის გვარიდან მოდის, ვისგანაც ნაქირავები ჰქონდა და ისტორია შემორჩა აკადემია როგორც ესეთი და მე მგონი ეს ისტორია შემორჩება ჩვენი გადაცემები, ჩვენი ამბიონი. საინტერესო. აი ახლა დავფიქრდი, რომ ის რომ თავისთავად ეს გადაცემა გაჩნდა და მათ შორის ამ სახელწოდების იდეაც დაიბადა,
არის დაკავშირებული ზუსტად განსაცდელის მოვლენებასთან. ანუ ეს აუცილებლობა საიდან გაჩნდა? ჩემი აზრით ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად არასწორი ჩემი აზრით უსამართლო და ამავე დროს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებით თქვენთან მიმართებაში მიღებული იქნა გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეგიზღუდათ, ასე თქვათ, საქადაგო იმდენად სივრცეა, რამდენადაც პლატფორმა და ეს სურვილიც აქედან გაჩნდა, დაიბადა. ანუ ეს არის ის შემთხვევა, როცა ერთის მხრივ მართლაც მოვლენილ განსაცდელთან გვაქვს საქმე, მაგრამ მეორეს მხრივ ხსნის რაღაც ახალ შესაძლებლობას. თუ სწორი თვალით მივდგები და შეხედავ. ხო არ მეშლება რა. არა, პირიქით სწორად ამბობთ. ახან ჩვენ ცხოვრებას შეხედათ დღევანდელობას, ესეთ რაღაცას ვიტყვი, რომ მე სულ 3 წიგნი მაქვს გამოცემული და წინა წიგნში, ანუ მეორეში მქონდა ესეთი სწავლება არის, რომ როდესაც ჩვენში არის სული წმინდა, ეს ვიცით ჩვენ სწავლებით. მაგრამ ქრისტემ ესეთი რაღაცა გვითხრა, რომ როცა მიგიყვანებნო დასამოწმებლად შემდა ამ თავრებთან წარგადგენენო, ანუ მთავრობა რო დაგიპირისპირდება, იქ საძმო ეკლესიაში ვიღაცები რო დაგიპირისპირდებიან და რაღაც აი მაშინო ნუ გეშინიათო რა ილაპარაკოთო და რა თქვათო, რადგან თქვენში მყოფი მამის სული ილაპარაკებსო თქვენში და ის მოგცემ თუ რამოდენიმე ადგილას არის და სხვადასხვანაირად არის ის მოგცემ სათქმელს, ის ილაპარაკებს თქვენში და ეს სწავლებით ვიცოდი მე და თან ვამბობდი რომ აი განსაცდელის დროს უფრო აღმოაჩენ, მაგრამ ეს სწავლებით ვამბობდი და დღეს პირადი სწავლებით შემიძლია თქვა, ანუ პირადი გამოცდილებით შემიძლია თქვა, რომ ეს ესეა, რომ რაც უფრო მეტად არის განსაცდელი, ოღონდ ეს განსაცდელი უნდა იყოს სიმართლისათვის, ანუ რომ მაცხოვარმა თქვა, რომ ნეტარიყვენ დევნული სიმართლისათვის, ეს სიმართლისათვის ნისდევს ქრისტეს გულისთვის, მართალი ღმერთის გულისთვის, სიმართლის გულისთვის, ჭეშმარიტების გულისთვის და გიხაროდნენ და მხიარულიყავით. ეს გიხაროდნენ და მხიარულიყავით, ჩემთვის მაინც ცოტა გაუგებარია, როგორ გდევნიან, იდევნები, რაღაცა პრობლემები გაქვს, ჭირი გაქვს და გიხაროდეს, აი როგორ უნდა გიხაროდეს, ხო? და აღმოჩნდა ესეთი რაღაცა, რომ ამას უკვე გამოცდილებით ვამბობ, რომ რამდენადაც სიმართლის გულისთვის იდევნები, იმდენად მეტად აღმოაჩენს შენში მყოფ სულს. სული წმინდას, რომელიც შენშია და იმდენად მეტად საუბრობს ის შენში. და ჩემში ისეთი რაღაცები აღმოვაჩინე, რაზეც მე ფიქრიც არ შემეძლო, არ მქონდა თუ არა ეს ძალა, შემეძლო თუ არა ამის გადატანა, აი ეს არაფერი არ ვიცოდი. მე უბრალოდ ეს ვიცოდი რომ ასე იყო, მაგრამ ეს ცოდნა არ იყო გამოცდილებით. ამიტომ ქრისტიანობაში ნათქვამია, რომ სახარება არის ცხოვრების წიგნი და ის ცხოვრებით შეიცნობა. ანუ თუ არის ცხოვრე ქრისტეთი, ქრისტეს ვერასოდეს ვერ იხილავ შენში. იმ ჭეშმარიტებას იტყვი გონებით. დაისწავლი, მასწავლებლებს ჭირთ ხოლმე ეს, რომლებიც სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ თქვათ ქრისტიანობას ასწავლიან, ესენი იზეპირებენ, აი ესე არის სწავლება, ესე არის და გონებიდან ამოდის და არა გულიდან, არა გამოცდილებიდან და ამიტომ ერთ წმინდანს აქვს საინტერესოდ ნათქვამი, როდესაც სიტყვა გონებიდან მოდისო, ისო გონებაში მიდისო. და მაგრამ როცა სიტყვა გულიდან მოდისო, ის პირდაპირ გულში მიდის, ანუ შინაგან კაცი გებულობს მას გამოცდილებით და ეს გამოცდილებითი გაგება არის ძალიან საინტერესო. ასევე დავით მეფეს აქვს ნათქვამი წინასწარმეტყველს ტკბილარს უფალი. ეს არის 33 ფსალმონი დავით მეფის და ამ 33 ფსალმონს წინ უწერია ესეთი რაღაცა, რომ როცა თავი მოიგიჟიანა დავითმა მერე დაწერა. და დავით მეფეს ისტორია არის ესეთი, რომ როცა იდევნებოდა საულისაგან,
ანუ მეფისგან ნამდვილი მეფე ვინც მეფობდა, მაგრამ მას არ ეკუთვნოდა, ღვთით უკვე დავითს ეკუთვნოდა, მაგრამ ის მეფობდა. ხო და ის დევნიდა დავითს როგორც მოწინააღმდეგეს და დავით მეფე, ანუ მეფე არ იყო მაშინ. დევნილი იყო, გადახვეწილი იყო, წინააღმდეგობაში იყო და იცნეს ერთ ადგილას, ტაძარში. დავითი იცნეს. და დავითმა თავი მოიგიჟიანა და თვითონ დავითი არ იყო, აი ვიღაცა გიჟი იყო. და იქცეოდა როგორც გიჟი და ნუ ეს სხვა არისო რაღაც ისე რომ თავისი თავი დაემალა და ანუ წარმოიდგინეთ როგორი რაღაცა უწევდა, ნუ თებში ცხოვრობდა თავის ხალხთან ერთად რამოდენიმე ადამიანი დაყვებოდა და დევნაში იყო სულ სიკვდილის იყო სულ აი თავის გაგიჟება მოუწია კაცს და აი ამ დროს ამბობს ტკბილარს უფალი. ანუ აი აქ უფრო დაინახა ღმერთის შეწევნა. აქ დაინახა რომ ტკბილია ღმერთი, რომ ყოველი განსაცდელისაგან იმ ჭირისაგან, აი რომ გიხსნის, როგორ შველის, როგორ გადაგარჩენს და აი რომ შენთან არის ღმერთი. და უძლურია მის წინაშე ყველა ამას ხედავ როცა გასაჭირი გაქვს. გასაჭირის გარეშე ამის დანახვა ძალიან რთულია. ამიტომ არის რომ აი ჩვენ ადრეს თქვით და ეს ჩემი აზრი არ არის რომ ჯვარმა ღმერთი გვიშვა. აი ჯვარმა ღმერთი გვიშვა ნიშნავს რომ ჯვარცმით დავინახეთ რომ ის არის განკაცებული ღმერთი. ჯვარცმამ გვითხრა ეს, ჯვარცმამ დაგვანახა ის სიყვარული ღმერთის და ანუ ყველაზე დიდი რაც განკაცებულ ღმერთს შეემთხვა ამ ქვეყანას შემთხვევით არა, მაგრამ რაზეც ის თვითონ წავიდა და რაც მოხდა ჯვარცმა. აი აქ უფრო მეტად გამოჩნდა ქრისტეს ღმერთობა და როცა ქრისტე ამბობს რომ ადიდეძე შენიო უწინარეს ყოველთა საუკუნეთა რო ქონდა დიდება, აი ეს დიდება არის ამ ჯვარცმაში გამოჩნდა მისი ის რომ ის არის ვისაც უწინარეს ყოველთა საუკუნეთა დიდება ქონდა. ეს გამოჩნდა, თორე დიდება კი არ მიუღია. ანუ თუ მიიღო როგორც კაცმა და არა როგორც ღმერთმა, ის სულ ის დიდი იყო, მაგრამ ეს დავინახეთ ჩვენ და ამიტომ განსაცდელის დროს ძალიან ხშირად წმინდა მამებზე არის ნათქვამი, რომ ისინი არ ლოცულობდნენ განსაცდელის მოშორებას არ თხოვდნენ. აი მამა ოჩენოში არის ძალიან საინტერესო ადგილია ეს და ცოტა ვიტყვი რომ არასწორად გვესმის დანუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელს არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. აი ეს ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელს რაღაც ისე ჟღერს თარგმანში რომ თითქოს ღმერთს შეყავხარ და არ შემიყვანო. და ღმერთს არსად არ შეყავხარ. არამედ ეს განსაცდელი მაგალითად ყოველთა ჭირთაგან მიხსნა მე უფალმა დავით მეფე რო ამბობს. ახალ სალმუნებში წერია ყოველი განსაცდელთაგან. ანუ ძველად ამ განსაცდელს ჭირს ეძახდნენ, გაჭირვება, ანუ განსაცდელი ეს არის ის პრობლემა, ის გაჭირვება, რომელიც შენ გემართება. ეს გაჭირვება შეიძლება გემართება შენი თავიდან გამომდინარე, რომ შენ შედიხარ ამ პრობლემებში და შეიძლება შენზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. აი თუ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვემართება, ჩვენი თავიდან არ მომდინარეობს, ჩვენი ნებელობიდან არ მომდინარეობს. აი მაშინ იმ განსაცდელის არიდებაზე არ უნდა ვფიქრობდეთ, ღმერთს კი არ უნდა ვთხოვდეთ, რომ ის მოგვაშოროს, გამოასწოროს სიტუაცია, არამედ ჩვენ გამოგვასწოროს. ანუ ყველაფერი რაც გვემართება იმისთვის არის თუ ეს ჩვენი ნებიდან არ არის გამომდინარე, რომ ჩვენ უფრო გავძლიერდეთ და ჩვენ უფრო სწორად დავინახოთ და ამისთვის ერთი ძალიან საინტერესო ადგილია პავლე მოციქულთან ხო და იმას ვიტყვი რომ ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა უფრო ნიშნავს რომ ნუ დაგვძლევს ჩვენ განსაცდელი. არამედ გვიხსენი ამ დროს. აი ეს სიტყვა პრობლემა ნიშნავს რაღაც გადაფარებულს, აი შენ წინ იყოს რაღაც გადაფარებული, რომელიც არ იცი რა არის შიგნით.
ან მეორე გაგებაა კიდე გამოშვერილია, კლდიდან გამოშვერილი, თვითონ სიტყვას რაღაცა რომ აი კლდე არის და გამოშვერილი ისა აქვს, წვეტი. ეს წვეტი არის, ამას ქვია პრობლემა. და ეს წვეტია, რომელიც წინ გეღობება, წინ იქამდე. და აი ამ პრობლემა რო არ იყოს კი არა, პრობლემას გავუგოთ. გავუგოთ და გადავლახოთ. გადავლახოთ ჩვენი გაგებით და გამოსწორებით და ამიტომ მამები ის რო არ იყოს კი არა, აი იქ ჩვენ, ანუ წინააღმდეგობა არ ქონდეს კი, ამ წინააღმდეგობის დროს მეტად დავინახოთ ჩვენი თავი და რისი გამკეთებელი ვართ ჩვენ. აი პავლე მოციქული ამბობს, ძალიან საინტერესო ადგილია ეს პავლესთან, ეს ადგილი მინდა კორინთელთა მიმართ მე-12 თავი არის ღმერთო სამჯერ შევევედრეო. სატანის ანგელოზი რომ მოეშორებინაო ჩემთვისო. და მითხრა უფალმა, გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. აი ეს შენთვისო საკმარისიაო ჩემი მადლიო. უძლურებაშიო ხდება გამოჩნდება ჩემი ძალა. აქ პავლე მოციქული ძალიან საინტერესოა, ყვარის 2 და 3 რო შეიკრიბებიან ჩემი სახელით. იქო მე ვარო ქრისტე. ჩემი სახელით ითხოვეთ და მოგეცემა. ესეთი არის სახარებაში ნათქვამი და განა პავლე არიცოდაო, მამები ამბობენ რომ ქრისტეს სახელი, ანუ ქრისტეს სახელი იესოს არ ნიშნავს. ღმერთი ეს სახელია რა თქმა უნდა, მაგრამ განა პავლე არიცოდაო და რო თხოვა ღმერთმა რატო უთხრაო, არაო, რატო არ იხსნაო, იმისგანო რისგანაც ხსნას თხოვდაო პავლეო და პასუხი არის ესეთი რომ იესოს სახელი, თვითონ იესოს სახელი ნიშნავს მხსნელს, გამოხსნელს. და ჩემი სახელით ითხოვეთ ნიშნავს რომ ვითხოვოთ ის, რაც ჩვენს გამოსახსნელად არის საჭირო. და თუ ჩვენს გამოსახსნელად უფრო უკეთესია ის რო იდევნები, მაშინ იმ დევნისგან გამოხსნა კი არ უნდა ითხოვო. იქ გაძლება უნდა ითხოვო. და ამიტომ იესოს სახელი ნიშნავს გამოხსნისთვის, რომ შენ გამოგიხსნას ღმერთმა და შენ რომ შენში მეტად გამოჩნდეს ღმერთი. ხო და აქ პავლე რას ითხოვდა, რომ პავლე იყო ძალიან მოშურნე. ანუ თვითონაც ამბობს, რომ ყველაზე მეტადო ვიშრომეო მე. მოციქულთაგანო ყველაზე მეტადო, მაგრამ მე ამატებს, არა მე, არამედ სულმა რომელიც ჩემშია. ანუ ის სულიწმინდა რომელიც ჩემშია, იმან იშრომაო, მაგრამ მან იშრომა, მაგრამ იმ სულმა იშრომა, რომელიც მასშია და ამ სულს ხედავს. და მოშურნე იყო და უნდა და ქადაგება, უნდა და ქრისტეს სახელი აი თელ სოფლიოსთვის ეცნობებინა. აი ესეთი მოშურნე იყო, ესეთი საოცარი მოშურნეობა ჰქონდა და ამბობენ რომ წინააღმდეგობები რო ჰქონდა, რო დაიჭირეს, რო ციხეში იყო, ვიღაცა დიმიტრიოსი იყო, კერპებს აკეთებდა და ის ებრძოდა, იმიტომ რომ იმას პავლემ რო იხადაგა რომ ისინი არ არიან ღმერთები, შეკვეთები არ ჰქონდა ამ კერპების. ხო და გაუქრა შემოსავალი და ებრძოდა უჩივლა სასამართლოში და სატანის ანგელოზს აქ ვიღაცები ამბობენ რომ თითქოს ავადმყოფობაზე ამბობს, მაგრამ არ არის ავადმყოფობა, იმიტომ რომ სატანის ანგელოზი თვითონ ავადმყოფობა კი არ არის, არამედ არის ადამიანი. ანგელოზი ნიშნავს წარგზავნილს, კურიერს, მაცნეს, მოციქულიც იგივეა, ხო, მოციქული სხვა ის არის, მაგრამ იგივე ის არის მოციქული ანგელოზის, მისა სატანის და სატანის მიერ აღძრული ადამიანები. მომაშორე რომ მეტად განვავრცო შენი სახელი. რომ ციხეში კი არ ვიყო, არამედ ქადაგების საშუალება რომ მომეცეს. ასპარეზი მეტი,
მეტი ასპარეზი და უფალი აქ ეუბნება რომ ისინი რო შენ გეწინააღმდეგებიან და რო ვერ გძლებენ, იმიტომ რომ მე ვარ შენში და მე გამოვაჩენ ჩემს ძალას შენს მიერ, რომ შენ ვერ იძლევი მაგადგან, ვერ გერევიან ისინი. ამაში ჩანს რომ მე შენში ვარ. ანუ ამ წინააღმდეგობის დროს აი როგორი რაღაცაა რომ ადამიანს ახლა ჩვენ აი თავისუფლად როცა ვართ, ჩვენ ვიცით რომ ჩვენში არის ფიზიკური ძალა რაღაცა დონის, ვიღაცაში მეტი, ვიღაცაში ნაკლები. აი ეს ფიზიკური ძალა მაშინ გამოჩნდება რა დონის არის, როცა რაღაცის აწევას დავიწყებთ. საჭიროება რო ჩდება. საჭიროება რო ჩდება, რაღაცა არის გადასატანი. აი აქ უკვე ამბობ რომ ვაიმე არა მაქვს, არ მქონია ძალა. ხო და ეს ფიზიკური ძალასავით ის სულიწმინდა რომელიც შენშია, გამოჩნდება მაშინ როცა შენ აი ამ წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა გეძლევა და ამავდროულად წინააღმდეგობის მერე კი არ გეშინია. პირიქით, როცა გეწინააღმდეგებიან, მეტად რო გამოჩნდება შენში ღმერთი, შენში მყოფი ღმერთი, შენშივე. აი მაშინ ის არის გიხარია და მხიარულიყავი, ანუ ამის დანახვა გახარებს, ის წინააღმდეგობა კი არ გაწუხებს, არამედ ამის დანახვა გახარებს, რომ შენშია ეს ღმერთი, რომელიც არის ქრისტეს მიერ მოცემული. სიტყვა მამისა და სული მამისა. ეხლა აი ეს შენშია ღმერთი, ამის მინდა განმარტება. ერთი ადგილი არის, ადრე ჩვენ ვახსენეთ, რომ იოანე მახარებლის სახარება ესე მთავრდება ყველაფერი რო აღწერილიყო, სოფელი ვერ დაიტევდა აღწერილ წიგნებს და აღწერილ წიგნებს დაიტევდა რა თქმა უნდა სოფელი, მაგრამ იმ აზრებს რო ყველაფერი ჩაწერილი იყო რაც ქრისტემ, აი სოფელი ვერ დაიტევდა, ვერ გაიგებდა, ვერ იტვირთავდა, შეიძლება რამოდენიმე სიტყვა ითქვას. ამიტომ იოანემ ჩაწერა ისეთი რაღაცები, რაც სხვა გამოტოვა რაღაცა მიზეზებით, არა იმიტომ რომ არ იცოდა, არამედ რაღაც მიზეზებით. მაგალითად, მათე მახარებელმა გამოტოვა რომ ქრისტე ბაგაში ბოსელში იშვა. არ დაწერა, ებრაელებს ახან მიწერა, ეს არ დაწერა. და ამბობს რომ მოგვებიდან იწყებს, რომ ქრისტე ბეთლემში იშვა და მოგვები რომ მივიდნენ იმ სახლში, მოგვები არ მისულან იმაში, ბაგაში. სახლში წერს მათე. ხო და ან კიდევ მათემაც იოანემ, მარკოზიმ, ლუკას სახარებაში წერია მარტო რომ ავაზაკი პირველი შევიდა სასუფეველში. მათემ არ დაწერა. მათე მიცოდა ეს რა თქმა უნდა და მაგრამ მათე წერს რომ ორივე გმობდაო და თავიდან ორივე გმობდა როგორც ჩანს. მაგრამ მერე ერთი რომ მოიქცა, მათემ არ დაწერა და საინტერესოა რატო არ დაწერა, იმიტომ რომ როგორია ხა ებრაელებს უთხრა რომ აბრაამზე, მოსეზე, იაკობზე წინ შევიდა ავაზაკი. ეს გააკეთა აბრაამის და დავითის შთამომავალმა, დავითის ძემ რომ პირველი ავაზაკი შეიყვანა. არ დაწერეს. ეს დაწერა ლუკამ. გესმით, აი რაღაცები რომ გამოტოვებულია, აი ამიტომ ვერ დაიტევდა ის, ვისაც წერდა. მარკოზი ვისაც წერდა ის ვერ დაიტევდა და ლუკაც. ანუ ადრესატების მიხედვით რო არის ეს, ხო, ვისთვისაც იყო ეს განკუთვნილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრესატს სახარების, რომელი თავებია აღწერილი და როგორ და რატო. და ანუ რაღაცას გამოტოვეს და არა ის რომ ტყუილი არაფერი არ არის, ყველაფერი ნამდვილია, ოღონდ რაღაცა გამოტოვა. რაღაცა მაგალითად როგორც თქვი, მათემ გამოტოვა რომ ეს ბაგაში იშვა, მაგრამ მოგვები რომ მივიდნენ სახლში იყო. იმ სახლს დაადგაო ის ისა. კი ბატონო, ტყუილი არ არის, სახლში იყო უკვე.
ეს ისა ხო და როდესაც იონე წერს ასეთ რაღაცას აი მაგალითად რა გამოტყვა ყველამ იონემ სახარება დაწერა სადღაც ამბობენ ვარაუდობენ 68 წელს ჩვენი წელს აღრიცხვით გვიან ყველაზე გვიან დაწერა და იონემ რომ სახარება დაწერა ნუ მესამე თავში წერია სამარიტელ დედაკაცთან საუბარი. აი ხა ეს არ დაწერა მათემ, ეს არ დაწერა სხვამ. სამარიტელ დედაკაცთან საუბარი, იმიტომ რომ ეს არის ისეთი მომენტი, სადაც ქრისტე ისეთ რაღაცას ეუბნება სამარიტელ დედაკაცს, რასაც მღვდელმთავრებს ვერ ეტყოდა. ამის გამო აცმევდნენ ჯვარს. ქრისტეს რომ ეს ეთქვა მღვდელმთავრებისთვის თავიდანვე. ქრისტეს ჯვარცმის უმთავრესი მიზეზი, უმთავრესი სამაცტური არისო ხო ამბობდნენ, მაგრამ ეგ არ იყო უმთავრესი მიზეზი. უმთავრესი მიზეზი იყო მღვდელმთავრებისგან ის, რომ ტაძრის მოვაჭრეები გაყარა. ტაძრიდან რომ მოვაჭრეები გაყარა, ამის გამო აუჯანყდა კაიაფაც და სხვა დანარჩენიც, იმიტომ შემოსავალი შეუწყვიტა და ეს საერთოდ უფულოდ დაგტოვებსო. იმიტომ შემოსავალი იყო მათთვის მღვდელმთავრობა. და იქ ეკითხებიან, არა ვინ მოგცაო შენ ამის უფლებაო? ვინ მოგცაო ამის ძალაუფლებაო, რომ ამას აკეთებო? და მაცხოვარი იქეთ უსმენს კითხვას, ეს ძალიან საინტერესო ადგილია, რომ თქვენო მითხარითო იოანესო უფლება ნათლისღების იორდანეზე ნათლისღების უფლება და ძალმოსილება ზეციდან იყო თუ მიწიდან ქონდაო ვინმეს მიცემულიო ანუ უფლებაში ესენი გულისხმობენ რომ აი ხელდასხმა გაქო მღვდელმთავარი ხარო მეფე ხარო თავი სახარო თქვათ მხედართმთავარი ან რა უფლებით აკეთე რომელიმე ძალაუფლებას წარმოადგენს რომელიმე ძალაუფლება წარმოადგენს და არ წარმოადგენს ქრისტე არის იოსების შვილი ესეა ცნობილი იოსები ხელოსნის შვილი რომელიც ახდენს ასწავლებს მაგრამ მიწიერად არავითარი ძალაუფლება არ აქვს და აი მიწიერად ანუ არც ეკლესიიდან ქონდა ძალაუფლება არ სახელმწიფოდან ქონდა ძალაუფლება და აქედან რომ ხალხი გაყარო, ხალხი ნუ ეს მოვაჭრეები და ეს გადაუბრუნებო, რა უფლება ვინ მოგცავა ამის უფლება შენ? ხო და მიპასუხეთო ამაზეო, ქრისტე ეუბნება და მეც გიპასუხებთო. და ისინი ფიქრობენ, ესე წერია სახარებაში, რომ ეხლა რომ უთხრათო რომ იოანეს არ იყო ზეციდანო, ხალხიო ჩაგქოლავს, იმიტომ რომ ყველა წინასწარმეტყველად მიაჩნიაო. და რომ უთხრათო რომ ზეციდან ქონდაო ეს უფლება მინიჭებული მას მაშინო გვეტყვისო რატო არ მოусვინეთო ხო თქვა მან რომ ვინ ვარო მე რომ მე ვარო მესია მე ვარო ღმერთის მოვლენილი ღმერთისგან მაქო ანუ მამისგან მაქვს ეს უფლება რასაც მე ვაკეთებ და ეს არის მამის სახლი და მამის სახლიდან გაყარეთო იმიტომ რომ მამის სახლი აქციით ბუნაგად ამას ეტყოდა და იმათ მოუთხეს არ ვიცი თუ იოანე საიდან იყო არ ვიცით, მაშინ მეც არ გეტყვითო ქრისტემ უთხრა და ამიტომ ეს არის ჯვარცმის მიზეზი, იმიტომ შემოსავალი დაუკარგა. შემოსავალი სახელის დაკარგვა ამავდროულად და ისინი რომ არ იყვნენ მასწავლებლები, ისინი რომ არასწორად ასწავლიდნენ, თქვენ არ შედიხართ და შემსვლელებსაც არ უშვებთ, რომ ეუბნება, ანუ თქვენ არ შედიხართ, თქვენ არ მოდიხართ ჩემთან და ჩემთან მოსვლავისაც უნდა იმასაც ხელს უშინეთ, ამას ნიშნავს. და სიმართლეს არ ემსახურებით და რისთვის არის მაშინ მღვდელმთავრობა, რისთვის არის მაშინ? ნუ დღევანდელ დღეს ძალიან გავს მაშინდელი ბევრი პარალელი გავლება. ძალიან ბევრი პარალელის გავლება შეიძლება, იმიტომ რომ ხალხ და სხვათა შორის დღეს ცოტა განსხვავებული სიტუაცია ის არის, რომ მაშინ ხალხის ეშინოდათ, იმიტომ რომ შემოსავალი ხალხისგან ქონდათ. ეს ხალხი იყო შემომწირველები და ხალხისგან კრებდნენ მეათეც, ხო? მრევლზე იყო დამოკიდებული. ხო, მრევლზე იყო დამოკიდებული და ჩვენი ეკლესია იმით განსხვავდება, დღევანდელობა ჩაურთათ, რომ ხალხზე არ არის დამოკიდებული, არის პირდაპირ მთავრობაზე დამოკიდებული და იქიდან
იღებს ამ დივიდენდებს რაც ქვია და ამიტომ ხალხი უკვე არ აინტერესებთ, ხალხი რა სიტყვის არ აინტერესებთ. მთავარია მთავრობა რა სიტყვის, ვინც ფულს აძლევს, ვინც დამკვეთია. და ეს განსხვავება არის, იმიტომ რომ ხალხის არავის არ ეშინიათ მარტო მთავრობის, რომელიც არის დამკვეთი. ხო და გადავიდეთ ისევ ჩვენს იმაზე, რომ რატო არ უთხრა ის რაც სამარიტელ დედაკაცს უთხრა, ეს რატო არ უთხრა ქრისტემ მთავრებს და რას ეუბნება. ნუ იქ ძალიან ბევრი საუბარია, მაგრამ პირველი ეს არის რომ ეს დედაკაცი ეკითხება ქრისტეს რომ თუ შენ მე ქრისტე როცა იტყვის მე მოგცემდიო შენ წყალს რომ იცოდები შესაუბრებოდიო ხო და საიდან გახო წყალიო არც ამოსაღები გახო და არც არაფერი ანუ ჭასთან ზის წყალი მომეციო ამან უთხრა რომ ებრაელი როგორ მესაუბრება მე დედაკაცს ანუ ებრაელები და მამაკაცი ებრაელი დედაკაცს არ ესაუბრებოდა საერთოდ ერთმანეთს არ ესაუბრებოდა იმ სამარიტელი იყო და მწვალებლად თვლიდნენ ებრაელები დღეს მწვალებელს ვერ რო ვეტყვით ან განხეთქილი აი ესე თვლიდნენ ამან და საიდან გახო და მოგცემდიო ცოცხალ წყალსო ეუბნება ქრისტე შენ რო იცოდი ვის ესაუბრებოდი ხო და ეს დედაკაცი ეუბნება რომ მომეციო ქრისტე ეუბნება რომ წადიო და შენ ქმარს დაუძახეო დედაკაცი ეუბნება რომ მე არ ამყავსო ქმარია ხო და მართალს ამბობო ხუთი ყავდაო ხო და არც ერთი არ იყო შენიო და ეხლა ვინც ყავს ისიც არ არისო შენი ანუ კანონიერი არ არისო ანუ უკანონოდ ხარო ვიღაცასთანო ეს უთხრა და ძალიან საინტერესოა ქრისტეს რომ ეუბნება რომ მომეცი წყალი აი ეს წყალს ქრისტე ამბობს მე მოგცემდი შენ წყალი არის სხვაგან ამბობს რომ ვინ ჩემთან მოვა მას მივცემო მე წყალსო და მასში იდინებსო წყარო სიცოცხლისა ეს წყარო სიცოცხლისა არის სულიწმინდაზე საუბრობს ანუ მე მივცემდი მას სულიწმინდას რომელიც მიცა მოსეკულებს და მასში იდინებს სიცოცხლის წყარო აი საერთოდ ქრისტე ხშირად ამბობს ხორციელი შედარებები რომ გავაკეთოთ სულთან ანუ წყლის garaშე ადამიანი საჭმლის garaში უფრო დიდხან ძლებს ვიდრე წყლის garaში წყლის garaში ნუ ვერ ძლებს და 70% წყალიაო თუ რაღაცა მედიცინა რომ ამბობს ადამიანი წყლისგან შედგებაო და სული წმინდაზე ეუბნება მოგცემდიო მე შენ სული წმინდას მომეციო ხო უთხრა და ცოდვა შეახსენა სიგდა არის წყალი ქრისტესთან რომ მიდიხარ და სიცოცხლის წყალს გაძლევს და სული წმინდის მოცემა რო უნდა ეს სიტყვა გამხელს ქრისტე ხო სიტყვა გამხელს და რომ მიიღებ მერე გაძლევს სულს და როდესაც ეს დედაკაცი ეტყვის რომ ანუ ქრისტე ამას რო ეტყვის დედაკაცი იმას კი არ ეუბნება რომ ვაიმე რაშენი საქმეა ხო წინამდე გუზარო არა პირიქით აი დააკვირდით აქვე მიცა სიტყვა და ამ სიტყვამ რა ქნა რომ ხედავო შენ წინასწარ მეტყველი ყოფილიყარო ანუ სინანულისგენ კი არ წავიდა ეს პავლესთანაც იგივე ხდება პავლეს რო ეუბნება რა დემდევნი მე და პავლე ქრისტიანებს დევნიდა და პავლეს სინანულისგენ კი არ მიდის რა ვქნა უფალო რა გინდა რომ გავაკეთო აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ღმერთი როცა რაღაცას განახებს შენში არასწორს აი ამ განსაცდელის დროს მაგალითად ისევ განსაცდელში რომ მივიდე შენში რაღაცა არასწორს რო განახებს მას თუ მიიღებ იმით და ისა პირიქით ღვთისმეტყველი ხდები ანუ კი არ სინანულისგენ და ტირილისგენ კი არ მიდიხარ ამას უცებ იშორებ და მიდიხარ ანუ იმ სიტყვას მისდევ თოკივით ანუ რწმენა არისო ზეციდან ჩამოშვებული თოკი რომლითაც ერთადერთი თოკი რომლითაც ავდივარ ზემოთ ხო
ანუ თოკივით მიყვები იმ სიტყვას და ის სიტყვა გაძლევს სულს. სულიწმინდას და დააკვირდით სანამდე მიდის ეხლა თავიდან რო ვთქვი რომ დელთავრებს არ უთხრა ისეთ რაღაცას ეუბნება ამ სამარიტელ ქალს ხო ამ სამარიტელ ქალთან არის უდიდესი ღვთისმეტყველება ნათქვამი ეს სამარიტელი ქალი ეუბნება ხედავ რომ შენ რო წინასწარმეტყველი ყოფილიყარო და აი ჩვენი მამებიო ამ თაზე ცემდენო თაყვანს თქვენებიო ამბობენ რომ იერუსალიმში არისო თაყვანისცემა ანუ იერუსალიმი ითვლებოდა ცენტრად სამყაროს ცენტრად, სადაც იყო კიდობანი, ტაძარი, და ტაძარში ის კიდობანი და ის ადგილი, სადაც კიდობანია, ეს იყო სამყაროს ცენტრი. და ესენი სამარიტელები მოსეს ხუთწინეულს ცნობდნენ, მაგრამ ცენტრად თვლიდნენ იმ ადგილს, სადაც მოსემ იმ თას, სადაც მოსემ მისა მცნება ებრაელებს. დიახ. იმ თაზე არისო თაყვანისცემა, იმიტომ იქ მოგვეცა მცნება. და ქრისტე უბნება რომ აი ეს ამას ვერ ეტყოდა ებრაელებს, მაშინ მღვდელმთავრებს მოდისო დრო. ანუ პირველი მას ეუბნება რომ ხსნავ ებრაელთაგან მოდისო, ანუ ის არისო სწორი ცენტრი და ღმერთი იქიდან უნდა მიიღოთო და აქედან მოდისო ხსნა, მაგრამ მოდისო დრო, როცა არც ამ თაზე და არც იერუსალიმში ღმერთს არცემენ თაყვანს. არამედ სულია ღმერთში და სულში თაყვანის იცემების. ანუ დააკვირდით როგორია, ესე იგი ხო იყო რომ ღმერთთან რომ მიხვიდე, უნდა მიხვიდე ტაძარში იერუსალიმში და იქ შეწირო, ანუ კიდობანთან ვერ არავის არ მეუშვებდა, მაგრამ მღვდელმთავარი შედიოდა, მაგრამ იქ იყო ის. ანუ ამით აღნიშნავდა იქ არის ღმერთი, გარეთ არის ღმერთი. და ქრისტემ ფაქტიურად ცენტრი გააქრო. ცენტრი ხო იყო? და სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი მისი ჯვარცმის არის კიდევ ეს, რომ ისინი გრძნობდნენ, აი ეს არ უთქვამს, მაგრამ გრძნობდნენ, რომ ცენტრალურობას კარგავდნენ. ცენტრი ეს არ არის, არამედ ცენტრი ხდება ადამიანი. ის ადამიანი, ვინც ღებულობს ქრისტეს და სულს ქრისტეთი. ის ხდება ცენტრი. ცენტრი ადამიანში გადმოდის. თუ გარეთ არის, უკვე ცენტრი ადამიანშია და ეს მართლმადიდებლობაში, სანამ მართლმადიდებელი ხარ, ეს მოსმობილია. ნუ ცდილობენ მართლმადიდებლები, რომ თქვათ მოსკოვი გახადონ ცენტრიან ისა. აი მაგალითად არა მართლმადიდებლურ სამყაროში, მაგალითად ვატიკანია კათოლიკური იმის ცენტრი, ხო? აი ვატიკანი და იქ უნდა იყოს და ის არის თავარი, იქ არის ცენტრი. ესეთი მართლმადიდებლობას არ აქვს. მართლმადიდებლობაში მთავრებია, მაგალითად სამების ტაძარში ხო შეიწირება ძღვენი. იგივე ძღვენი, სრულიად იგივე ძღვენი იწირება სადღაც სოფელში. ეკლესიაში, პატარა ხის ეკლესიაში ან სახლში იგივე ძღვენი არ არის, არავითარი განსხვავება, ანუ ცენტრი არ არის. მიწაზე კი არ არის ცენტრი, არის ადამიანში ცენტრი. და ადამიანი საკუთარ სულში სცემს თაყვანს ღმერთს. იმიტომ სულია ღმერთი და სულზე გადმოდის, სულზე გადმოდის, სული წმინდაზეა საუბარი, სულზე გადმოდის და სული ხდება სული წმინდის სამკვიდრებელი და აი ამას რომ მის შენშია ხედავ აი იმ განსაცდელების დროს, რითაც დავიწყეთ რომ აი რაც უფრო მეტი წინააღმდეგობაა, მით უფრო მეტად გამოჩნდება შენში მყოფი სული, მამის სული, რომელიც ქრისტემ გითხრა რომ როცა აი პასუხის მოთხოვნას დაგიწყებენო, ჩემი გულისთვისო, ანუ სიმართლის გულისთვის, ჩემი გულისთვის ამას ნიშნავს. აი მაშინო არის ზრუნოთო, ის ილაპარაკებსო და მაგის გარეშე ამას ვერ ხვდები. მაგის გარეშე, ანუ ამ წინააღმდეგობების გარეშე ამას ვერ ხვდები და როცა წინააღმდეგობაა და ეს წინააღმდეგობა არის შენი სიმართლის გამო და ქრისტეს სიმართლის გამო, რომელიც შენშია, სიტყვის გამო, რომელიც შენშია. აი მაშინ უფრო მეტად აღმოაჩენ შენს თავში ღმერთს და აი მაშინ გიხარია და მაშინ ხარობ და ამიტომ ძალიან საინტერესოა ეს გაძლევს როგორ სიმშვიდეს. აი საოცარ სიმშვიდეს იძლევა და მე ხო ხატწერი ვარ ხო.
საუბრობდით ხაწერაზე, სანამ გადაცემას დავიწყებდით და ხაწერულად ვიტყვი, რომ აი მართლმადიდებლობაში, როცა ხაწერას სწავლობდი, მართლმადიდებლური ჯვარცმა გამოიხატება, აგერაც არის, გამოიხატება 7. არ გამოიხატება აი ძალიან და ძალიან ჩამოკიდებული და ხო იცი აი ლამის ჯვარიდან გადმოსვლა რო უნდა ისეა ჩამოკიდებული და დაკლაკნული და ტკივილი და რაღაცებს არ გამოხატავენ მართლმადიდებლურ ხაწერაში 7-ად მიძინებული იხატება 7-ად მიძინებული იხატება და აი თავიდან რო სწავლობდი გამიკვირდა აი როგორ 7-და ნუ ტანჯავენ კაცს წურია იძახის ტანჯავენ ტკივა ჩვეულებრივად ტკივა და ეს ტკივილი რო გამოხატო რატო არ არის და ცხოვრებით ხვდები მე ამას და ცხოვრებით ხვდები რომ რაც უფრო მეტია წინააღმდეგობა მეტი იყო მით უფრო მშვიდად იყო ანუ შენშიც როცა ღმერთს აღმოაჩენ თუ წინააღმდეგობის დროს აღმოაჩინე მაშინ მეტი წინააღმდეგობა შეიძლება მოგინდეს უფრო მეტად რო გებრძოლონ შეიძლება ეს მოგინდეს რომ ის ღმერთი კიდე აღმოაჩინე იმიტომ ის არის სიხარული ღმერთის აღმოჩენაზე დიდი სიხარული არ არსებობს და სიმშვიდე ანუ გონებრივი სიმშვიდე შემოდის გონებრივი სიხარული შემოდის და იმდენად გახარებული ხარ რომ ეს შეგემთხვა რომ ღმერთი აღმოაჩინე და შენ შეიცვალე და იმას კი არ ცდილობ რომ რაღაცა გარედან შეცვალო არამედ შენ შეიცვალე და შენ ამ შეცვლაში რაც უფრო მეტად იცვლები მით უფრო ღმერთი ხდები მით უფრო განხვრთობილი ხდები იმიტომ რომ ღმერთის აღმოჩენით ხდები მისი მსგავსი მსგავსეზე შეუძლებელია ღმერთი დაინახო ესეთი რაღაცა თმამებს ნათქვამი თუ შენ არ გახდი ღმერთი აი როგორც მაგალითად შეუძლებელია ადამიანი შეიცნო თუ ადამიანი არ ახარ აი ძაღლი კი ხედავს მაგრამ მან არ იცი ჩვენი ადამიანობა ხო ის პატრონად რაღაცა დაგვიქვამ ჩვენ მაგრამ აი ადამიანურ ბუნებას მე რო დოროთე ვარ ვინ ვარ მე ამას ვერ აღიქვამს არ იცის უბრალოდ მის მიმართებაში როგორი ვარ ისე მიყურებს და ამიტომ ადამიანად დარჩე და ღმერთი შეიცნა შეუძლებელია თუ შენ არ განიმხვდე ღმერთს ვერ შეიცნობ და თუ ღმერთი ვერ შეიცნობ არ განიმხვდები და აი ამას ყველაფერს არ ვიცი რამდენად ამოხსენი მაგრამ აკეთებს წინააღმდეგობები და სიმართლისთვის თავდადება აი ამიტომ არის რომ განაპირობებს სიმართლისთვის მოვლენილი განსაცდელი და შენ დამოკიდებულება ამ განსაცდელის მიმართ დიახ აი სიმართლისთვის მოვლენილი განსაცდელი და როცა სიმართლის გზაზე მიდიხარ არც უნდა იფიქრო რომ ამის მერე რა მომიგო არა ეს სათქმელია ეს გასაკეთებელია განა უმოძრაობა არა უნდა მოძრაობდე სიმართლით უნდა მოძრაობდე ნებისმიერი შენი მოქმედება ეს ვისაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შენ უნდა მოძრაობდე სწორად სიტყვით საქმით და ძალიან საინტერესოა აი დავით მეფე ამ წინააღმდეგობაში რო იყო რომ მოსდევდნენ მოსაკლავად მიეცემა საშუალება რომ საული მოკლას დაარკლავს ხო მიეპარება და ხმალს მოპარავს თავის მეფეს მოპარავს ძილში ხმალს და წაიღებს და გადავა დინარის მეორე ნაპირას და მე დღისით იქიდან დაუძახებს მეფეო ხმალი მოიძიო აბა შენი ხმალიო და აქედან აჩვენებს აო შენი მოკლა რომ მინდოდესო იქვე მოკლავდიო შენი ხმალი წამოვიღეო და არ კლავს და რატო აი აქაც ახლა საული მოდი განსაცდელი იყოს მაგას აი შენ კი არ კლავ თუ ღმერთს უნდა ღმერთი მოგაშოროს მაგას ღმერთი მოკლავს მაგრამ შენ იმიტომ არ კლავ რომ შენ ის განსაცდელი აქედან რომ გდევნის აქეთ ღმერთად ხდის და განაარგინდა იმის მოშორება მაგრამ ამის მოშორებაც არ გინდა ანუ შენით არ აკეთებ იმ წინააღმდეგობას და არ ჩადიხარ ანუ იმის მოკლა ყველა შემთხვევაში ბოროტება იქნებოდა დავითისთვის
იმიტომ რომ ის ცხებული იყო და არ გააკეთა როგორც ცხებულობას პატივისცა ცხებულია არ მოვკლავ არ შეიძლება და სხვათა შორის დავით მეფეს იმაში არის წერია რომ საული ბოლოს ხმალზე დაეცემა ღმერთი ხო განუდგა და ფილისტიმელები შემოესივნენ და რომ არ ცოცხალი რო არ წაეყვანა და შეურაცხყოფა რო არ მიეყენებინათ თავის საჭურველი ვისაც დაქონდა ხო მეფის გვერდით ყოველთვის იყო იმას უთხრა რომ მომკალიო თავი ხმალი მისა და თავი უმჭირი და ყველაფერი წაიღო ოქრო რაღაცები სულ იყო მეფის გვერდით და არაო იმან უთხრა და მაშინ ხმალი დაასო და ამ ხმალზე დაეცა თვითონ და ეს ვინც მისი მხლე იყო ისიც ამ ხმალზე დაეცა იმანაც თავი მოიკლა და საული არ მოკვდა აი ხმალ გარჭობილია მაგრამ არ მოკვდა ცოცხალია და დაინახა რომ ებრაელი ერთ-ერთი თავისი ჯარისკაცი რომელიღაცა გარბის და დაუძახა მე ვარო თქვენი მეფე და ისინი გამოიკითხა და წავაგეთო და თავი მომაჭერიო უთხრა მომკალიო და აქ რაც არისო წაიღე შენი იყოსო და იმან შეასრულა კურთხევა მეფის და მოჭრა თავი წავიდა დავითთან ხო იცოდა რომ დავითის მტერი იყო ეს საული ხო და წავიდა დავითთან და მივიდა და დავითმა რომ გაიგო ეს ამბავი რომ მეფეს თავი მოკვეთეს და ისა ტანზე შემოიხია იგლოვა ერთი კვირა და ბოლოს თქვა სად არისო ისო ვინც მეფეს თავი მოკვეთაო და გამოიყვანეს აი ეს არისო მოკვეთეთო თავი და მოაკვეთინა თავი ცხებულს ხელი ახლო მიუხედავად იმისა ცხებულმა თხოვა ანუ თუ შენ მე მაგალითად ახლა მე თუ მგდელს პატივს არ ვცე მე ხო მგდელი ვარ მე ხო ვიცი რომ ისიც ცხებულია ისიც ნაკურთხია დღეს ნაკურთხს ხო ვეძახით იმას მე როგორ რაც არ უნდა ის იყოს აი ფიზიკური შეურაცხყოფა და რაღაცა არ შემიძლია მაშინ ჩემი თავის უპატივცემლობა კვლელობა მით უმეტეს ხო და აი ამას აკეთებდა დავითი არ მოკლა იმიტომ რომ ის ღვთისგან დადგენილი იყო მიუხედავად მისა ღმერთი მოშორებული იყო მიუხედავად მისა დევნელი იყო თვითონ არ ჩადის ამ კვლელობას ცხებულისადმი და ესეც ერთ-ერთი ის არის რომ როცა განსაცდელში ხარ ღმერთს უნდა დაუთმო შენ იცი რომ მართალგზაზე მიდიხარ და აი ამ მართალგზაზე თუ ღმერთს აღმოაჩენ და აღმოაჩენ შენში ის მოლოდინები არ გექნება პირიქით სიხარული გაქვს გიხაროდნენ და მხიარულიყავით მოლოდინები არ გექნება რა მოხდება რაც ხდება ის გახარებს შენში აღმოჩენილი ღმერთი და ამიტომ იმ მოქმედებებს არ აკეთებ რაც არ არის კურთხეული მე მგონი ძალიან საინტერესო შინაარსიანად ახსენით ქრისტიანი ადამიანისათვის ოლენი განსაცდელის მნიშვნელობა და ვინც ყურადღებით მოისმენს შეიძლება თავიდან ცოტა რთული გასაგები ყოფილიყო მაგრამ მე მგონია რომ თქვენი ახსნა განმარტებისა და თხრობის ფინალში ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაალაგდა და უფრო მარტივად გასაგები გახდა. მადლობა ამისთვის. მე ჭუმაქვს რომ ამ თემას ჩვენ არაერთხელ დაუბრუნდებით ხოლმე სხვადასხვა კუთხით, რამდენადაც ადამიანის ცხოვრება არის დაკავშირებული ძალიან ბევრ განსაცდელთან და დღევანდელი საქართველოს მით უმეტეს და არა მარტო მთელ სამყაროში ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გამოწვევები ადამიანებს ჭირდებათ პასუხები ამ კითხვებზე, რომელიც ხანდახან მარტივი არ არის, თუმცა ყველაფერი თითქოს ძალიან მარტივად აღიქმება, როცა გაიგებ ამ სირთულის შინაარსს. ლუკას სახარებაში წერია ესეთი რაღაცა, რომ უხსნიდაო ქრისტეო საუბრებოდაო წიგნებიდან და ვერ გებულობდენო და მე ეუბნება რომ მოგივლენთო სულსო, რომელიც გასწავლისო ყველაფერსო და ქრისტიანობა ისეთი რაღაცა, მე საერთოდ არ არის ეს მარტივი თემა, რაზეც მე ვსაუბრობ საერთოდ ამ გადაცემაში. მე თუ რაღაცა ადამიანმა რამე არ შემეკითხა ადამიანური, იმაზე არ მიყვარს საუბარი, თუ შემეკითხა, მაშინ გავცემ, თორე აი სულ ესეთ რაღაცებზე და ახავარ მე და
საკმაოდ რთულია, მაგრამ ძალიან მარტივი იქნება, როცა თვითონ შეეხება. როცა თვითონ შეეხებიან ამ საქმეს და იმდენად მაღალია, არ არის ესე დაბალი თემა ჩვენ თავიდანვე ესე გონდა განზრახული რომ ისეთ თემებზე გვესაუბრა, რომელიც არც ისე მარტივია, მაგრამ მე მინდა რომ ჩვენი ერისთვის ეს რაც უფრო მეტად შევდივართ ქრისტიანობაში, მით უფრო მეტად მოთხოვნადი იყოს, იმიტომ რომ მე მახსოვს 92-ში ტაძარში რომ მივედი, ძალიან ბევრი კითხვები იყო, მაგრამ პასუხი არ იყო, წიგნიც არ იყო. ამას ემსახურება ჩვენი მცდელობა, მადლობა ძალიან დიდი მამა დოროთე, მაყურებელსაც დავიმშვიდობოთ, მადლობა უთხრა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის და გადაცემის ბოლოს, სანამ ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, უყურებენ ამ გადაცემას, ვთხოვოთ, რომ თუ არ აქვთ გამოწერილი დროების YouTube არხი, გამოიწერონ იმისთვის, რომ პირველ რიგში ხშირად უყურონ, უცკირონ, უსმინონ მამა დოროთეს ამბიონს, გადაცემათა ციკლს, საუბრობთ სწორედ ეს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. ჩვენთვის, ადამიანებისათვის და ამასთან ნახონ სხვა ძალიან საინტერესო შემეცნებითი, საგანმანათლებლო და სხვა ჟანრის გადაცემებიც. გამოწერის შედეგად ჩვენ ძალიან დაგვეხმარებით, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები, გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს კვლავ ერთ კვირაში.